რას გვაძლევს ახლა რკინის იარაღი? გადმომეცა. რაინდი. რაინდი. ამ დროს ასახია ხოლმე. აჰა. ეგეც. ეს სიმძიმის სიმბოლოა. და ვიდით სიტყვას იცი, კი, მაგრამ მანამდე იარაღი რო დაიჭირა რკინის შეტევა, ჟესტიკულაცია, ხასიათი, შემტევი განწყობა, დამოკიდებულება. აჰა. შეტევა. ხო, შეტევა. ამან მოხსენე ემოცია. ეს რო დაიჭირა, ეგრევე დადო. ამან მიცა სიტყვა და სიბრძნე. ვინც ურთიერთობს რკინასთან, ახლა ადამიანების შესაძლებლობა რკინასთან ურთიერთობა. აი, მაგალითად, ჩაკეტილი ტიპები ვინც არიან ხოლმე, იმასთან დავაჭერენ ხოლმე ბავშვებსაც. რკინის იარაღს და ისინი ხდებიან გახსნილები და სკოლაში, სასწავლებელში ან უნივერსიტეტში ბევრად უფრო ავრენენ საკუთარ ემოციას, თავს, შესაძლებლობებს, იმიტომ რომ გრძნობენ, რომ მათ აქვთ შეტევის მიზანდასაყრდობის წინსვლის უნარი. და რკინა ცივი სხეული და იწვევს აიგეთ ენერგეტიკას რა აქტივაციას და იწვევს აქტივაციას. ხიარი ცოცხალი, თბილი ენერგია და ხით რა თქმა უნდა ხდებოდა ვარჯიშობები, მაგრამ ეს უფრო დინჯია, თბილია და მოაქვს თბილი ენერგია. არიან ადამიანები, ვინც აი ძალიან აჯიტირებულები არიან, იმათთან ვარჯიშობენ, ისინი ვარჯიშობენ ხით. აი რაღაცა ემოციურად ძალიან დაუბალანსებული, რაღაც ზედმეტად ემოციებში ვარდებიან, ზედმეტად ყვებიან რაღაც გარემო პირობებს, იმას დავაჭერებთ ხოლმე და ვავარჯიშებთ ხით. და ხესთან ურთიერთობა და ბალანსის შეგრძნება იწვევს ძალიან კარგ დადებით ემოციებს, სიგინჯეს, სითბოს, რაღაცა აქ დაგყოფობას. ვისაც ვინც ყოფილია ვავარჯიშებთ ხოლმე ხმით და იწვევს აი როგორც ეს ადამიანი ახსენდა ეს არ არის უბრალოდ ვარჯიშები, ეს არის ფსიქოემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის, შინაგანი სიმშვიდის, ენერგიის მომცემი ვარჯიშების სისტემა, რომელიც ჩვენში, ჩვენს გონიერებაში ყოველთვის არსებობს და იარსებობს მომავალშიც. რომ ჩვენ ამის უნდა ვჯერებდეს და ჩვენ ამისთვის რაღაც უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიმოქმედოთ და მოვიმოქმედოთ.